მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ პაატა Special Gamer-ი ამ ვიდეოში ხილავთ 26-ე ღამეს. ეს არის სათევზაოდ წავედი, ახლა კი ვიდეო. ესე იგი, გათენებულა დილის 6-7 საათი იქნება, მე თევზე კაცი ვარ. ვთევზაობ, მე გუშინაც ვითევზავე და კარგი თევზები მოვინადირე და ვჭამე, ასევე გავუყავი მეზობლებს და ახლა კიდე უნდა წავიდე, რომ კიდე მინდა ოღონდ ახლა ვაფშე სხვა ადგილას უნდა წავიდე და სხვა ადგილას უნდა მოვინადირო თევზები რა. ესე იგი ახლა უნდა გავუყვე გზას და უნდა ვითევზაოთ, ან უკვე ნენელა თენდება და ამ გზას გავუყვები და დავიწყებ თევზაობას. ესე იგი, გამოვცურე კუნძული და ახლა დროა რომ დავიწყო თევზაობა. ესე იგი, მეგობრებო, 18 თევზი მოვინადირე. ძალიან კარგი თევზი არის ეს. თან ეს თევზი პირველად მოვინადირე, მინდა ვთქვა. და მოდი ერთ გემოს გავუშინჯავ რა. კარგი თევზია და ასევე კარგი გემო აქვს. კარგი. საიდან მოვედი და მავიწყდა? რომელი მხრიდან მოვედი? სულ გადამავიწყდა. გონი ამ მხრიდან მოვედი, თუ არ ვხსდები თუ აქედან. კაი, მოდი აქ გავუყვები გზას, დამავიწყდა პროსტა რომელი მხრიდან მოვედი და ჯანდება. ეს რა ადგილია? აქ პატარა წყალი არის? ღადაობ? რანაირად დაღამდა ასე მალე? რაღაც სახლი ვიპოვე. არის ვინმე? კარგი, მოდი შევალ, ვერ ვითმენ. ვაიმე, ეს რა სახლი არის? ვერ ხვდები ეს რა სახლია? აქ ეს რისი თავიდებს? ღადაობ? ეს ვისი სახლია? აქ კომპიუტერიც არის, ღადაობ? ჩართულია, მოდი გამოვრთავ კომპიუტერს. კომპიუტერიც გამოვრთე. აქ ჩონჩხის თავი და სისხლია. ეგ ახლა დავინახე, ღადაობ? რა ხდება? კაი. აქაც ჩონჩხის თავი და სისხლია, აქაც ღადაობ? ვაიმე. რა უნდა აქ ჩონჩხის თავს რა, მაინც ვერ ხვდები. ჩანდაბა, აქ სამზარეულო არის. ეს რომელი ოჯახია არ ვიცი. ვაიმე, ჩონჩხის თავს რა უნდა და იქ? აქ მაციო არის, აქ სამზარეულო არის ასევე. რა უნდა და ვერ ხვდები. რა უნდა და ჩონჩხის თავს ვერ ხვდები. კარგი, მოდი აქ ჩავალ. აქ ლოგინები არის, საინტერესოა, აქაც ჩესტები არის. აქ რაღაც განათებაც არის და აქ კარები არის. ეს რა კარებია? მოდი თავ შევიკავებ შესვლისგან. იქნებოდა ვაფშე წავიდე ამ სახლიდან. მაგრამ დავრჩები ჯერ იდეაში. მაგრამ ეს ჩონჩხის თავები ვისია, მაინც ვერ გავიგე. კარგი, მოდი დავიძინებ. შემოვიტყუე, კარგი, წავალ ახლა, კარებს ბლოკს ამოვაფარებ. ძინავს, ხო, კაია რო ძინავს. ამოვაფარე ბლოკი. მე ახლა დავბრუნდები ჩემ ადგილას და იმედია ჩემი მსხვერპლიც მალე გაიღვიძებს. რა ხდება? გონი გათენდა. ალბათ გათენდებოდა. მაგრამ ამ ოთახში შესვლა მინდა ძალიან. კაი, მოდი ერთი სამზარეულოში გავალ, მაინც გავიხედო რაღაც მომეწონა ეს სამზარეულო და კაია, შევხედავ ესე, ძალიან ლამაზი სამზარეულო არის და კაია. აქაც ლამაზი მაგიდა არის, რა თქმა უნდა, ძალიან კაია. ნეტა ეს სახლი ჩემი იყოს, მაგრამ პატრონი სად არის ამ სახლის იდეაში? ხო ისე, პატრონი სად არის? მე აქ ვარ და პატრონი არ არის აქ. ვერ ხვდები, აქ თავი კი გდია, მაგრამ არ ვიცი ვისი თავია იდეაში და
რა გავაკეთო? პატრონი მართლა სად არის ნეტა? მოდი შევალ იქ და ვნახავ რა ხდება. შევედი. ეს რა ადგილია? იქ ვიღას დგას. თავის ზემოთ ვინ დგას? რა ხდება? მოხვედი? გინდა ვითამაშოთ? 10 წამში გამოვიქცევი და გაგანადგურებ, მანამდე ან გაიქეცი, ან დაიმალე. ვაიმე, ეს ვინ არის? 1, 2. ესე იგი ყველაფერი დაუძებნე და აქ არაფერი არ იყო. კაი, აქაც შევამოწმებ. 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10. კარგი, მოდი გავიქცევი აქედან. ვაიმე, არ გავგეშდე. ეს რა არის? ვაიმე, ვერ დამინახა მგონი კაებთან რო ვიყავი, კაია თუ ვერ დამინახა. ეს რა ბლოკია, ვერ გავიგე. დაგინახე, მოდი აქ. ვაიმე, მალე გავიქცე. მალე დროულად გავიქცე, მალე დროულად. ვაიმე, მოდი აქ, ვერ გამექცევი. ვაიმე, რამე უნდა ვქნა? იქ ჩავიდა. კაი, იდეა მაქვს. უნდა დავიმალო, აქ დავიმალები. საწავიდა, დავიბენი, ვეღარ დავინახე, საწავიდა. ესე იგი ყველაფერი დაუძებნე და აქაც არაფერი არ იყო. ასად არაფერი არ არის თითქოს. აქაც არაფერი არ არის იდეაში. იმ ოთახში დაუძებნი რამეს. ესე იგი მეგობრებო, დაუძებნე და არაფერი არ იყო. ჯანდაბა. აქაც დაუძებნი. მეგობრებო, აქაც არაფერი არ იყო. ჯანდაბა, აქედან როგორ გავიქცე? 5 წამში გამოვალ და გავანადგურებ. ვაიმე, 5 წამში გამოვა. 1, 2, 3, 4, 5. მოვდივარ. ვაიმე, გამოვა ხომ გონი ახლა უკვე. ვაიმე, ვერაფერი ვერ ვიპოვე და მოდის. ვაიმე, მოდის. აქ შეუძლები ვერ დამინახავს. სად არის? საწავიდა. მე ცოტა ცუდი მხედველობა მაქვს, მაგრამ მაინც გავანადგურებ. სუნთქვის ხმა მესმის. მივხვდი უკვე სადაც არის, სამზარეულოშია. ვაიმე, გთხოვთ არ გინდათ. შენი ბოლო სიტყვები თქვი. უკვე გაგანადგურებ. გეხვეწებით, არაფერი არ დამიშავოთ, გთხოვთ. არა! ბოლოს მეგობრებო, ყველაფერი ცუდად დამთავრდა. ეს მეთევზე კაცი გაანადგურეს, მაგრამ დაცვებმა გაიგეს ამის შესახებ. აღმოაჩინეს ნაკვალები და რომ გამოყვნენ მოაგნეს. შემდეგ უკვე კატაც გამოჩნდა და იმ კატამ დაუწყო ხმლის რტყმები, მაგრამ გოლემებმა ეს აიტანეს და გაანადგურეს. ხოლო სოფელში მოსახლეობა შოკში იყო, რას დაემართა მეთევზე კაცს. თუ მოგეწონათ მეგობრებო ეს ვიდეო, დალაიქეთ და ასევე გამოიწერეთ არხი. ახლა კი ნახვამდის.